გამარჯობა ჩემო ძირფასო ტელემოყურებლებო. ვაძლევ ჩემს ავტორო გადაცემას ჩემო ხაზეთო. დღეს ჩვენი სტუმარია ბატონი დავით ხუბალია, ჟურნალისტი, მკვლევარი. სხვათა შორის ეროვნული მოძრაობის გამოჩენილი წევრი და პიროვნება. და სხვათა შორის უნდა გითხრათ, რომ ბატონს ვიათ გამოსახურდიას პერიოდში, სწორედ ეროვნული ხელისუფლების მოსვლის პერიოდში ის გახდათ თბილისში ერთ-ერთი დიდი რაიონის ბრძანეთის პრეფექტი. და მან ყველაფერი იცის და სხვათა შორის ძალიან მისაცალმებელია მისი ჩანაწერები, იმდროინდელი ჩანაწერები, როგორ ხდებოდა, როგორ ვითარდებოდა პროცესები და სიტუაციები და სხვათა შორის აი იმ პროცესებმა, რაც მაშინ საქართველოში ტრიალებდა და განსაკუთრებით თბილისში, აი მან განაპირობა სწორედ აფხაზეთის და აფხაზური პრობლემის წარმოქმნა თავისებურად. ახლა ამაზე ბევრი არის ნათქვამი, ბევრჯერ ითქვა და ჩვენც ამაზე არსებობს შედარებით, მაგრამ თავარი ეს არის, რომ ამან გარკვეული როლი ითამაშა ეს ხადია. მოგესალმებით ბატონო, ძალიან სასურველია, რომ თქვენ მობრძანდით დღეს ჩვენთან, იმიტომ რომ ჩვენ ძალიან დაგვიბრუნდა დღევანდელ სიტუაციაში. ასეთ ტურბულენტურ გარემოში ცხოვრობს მთელი მსოფლიო, მარტო საქართველო არა. ახლა ჩვენ ვიცოდი და მთელი მსოფლიო გაფასებით ადევნებდა თვალყურს ამერიკაში ტრამპის მოსვლას. ახლა მოვიდა ტრამპი და ის მოვიდა, შეიძლება ითქვას, რომ უკვე მან თავისი გრიგალისებური ძალა გამოაჩინა. ისეთი დადგენილებას აწერს ხელს, ისეთი დადგენილები და ისეთი კუთხით მიყავს უკვე ამერიკა სულ სხვა, ასე ვთქვათ, ნარატივზე არის გადართული და ჩვენ თუ კი ის რასაც ლაპარაკობენ და პოლიტიკაში მოხსენებად ლაპარაკობენ ერთს, ფიქრობენ მეორეს და აკეთებენ მესამეს და თუ კი ეს ამ პოსტულატებს გამოურიცხავთ ამ შემთხვევაში და ჩვენ რასაც ლაპარაკობთ იმათო რეალობად მივიღებთ, მაშინ მე ერთ რამეში ვარ დარწმუნებული, რომ მაშინ ჩვენს გვეშველება და მსოფლიოსაც ეშველება. თუ არა და ახლა ჩვენ ხო ვიცით USAID-ის დაფინანსების ასე ვთქვათ მასშტაბები რამდენი ყოფილა, ეს როგორ ყოფილა საქართველოში, სხვათა შორის ახლა სოციალურ ქსელებში იწერება რამდენიც არასამთავრობო ორგანიზაცია ფინანსდებოდა და 75 მილიარდიდან იწყებოდა მისი ბიუჯეტი და ახლა ბუნებრივია, როდესაც ფულია დღეს ყველაფერი და დღეს კი რა საერთოდ ზოგადად ფულის რევოლუციის გამოწყობა შეგიძლია, ფული შეგიძლია ქვეყნები აყვავო, ფული შეგიძლია სიახლეები და ინოვაციები დანერგო, მაგრამ მოდის გაანადგურო ყველაფერი, როგორც უკრაინას გაუკეთეს და უკრაინას გაუკეთეს და ახლა როგორც ამბობენ 177 მილიარდი აქვს ამერიკას გამოყოფილი უკრაინიდან, იქიდან ნახევარი უკრაინაში შემოსულა და ეტყობა კიდევ როგორც ამბობენ თვითონ ამერიკელები, უკრაინა ძალიან კორუმპირებული ქვეყანა არის, სამწუხაროდ მე ეს ძალიან არ მინდა რომ დავიჯერო, მაგრამ თუ ეს ასე არის, მაშინ გამოდის რომ ჩვენ სულ სხვა პროცესებთან გვაქვს საქმე და ასეთ შემთხვევაში საქართველო არის როგორც ერთ-ერთი ძალიან ლამაზი მარგალიტი ამ კავკასიაში და ამას კი ეძახიან საფრთხე კავკასიას, მაგრამ ამას გეოგრაფიულად თუ დავაკვირდებით, ცენტრალურ კავკასია უფრო არის საქართველო და ამ ცენტრალურ კავკასიაში ზის საქართველო როგორც ერთ-ერთი მარგალიტი, მაგრამ მას თავისი ტრადიციით, თავისი წარსულით, თავისი ისტორიით და ისე მსოფლიო ცივილიზაციის შეიძლება ითქვას აყვანის კი დარწმუნებულია საქართველოს და მის შესახებ ჩვენ არაერთხელ დაწერილა და კიდევაც წერება და კიდევაც ითქვა, მაგრამ საქმეც იმაშია, რომ ილიასეული ტრიადა რომ წარსული მკვიდრის საძირკველი აწყვოცი როგორც აწყო მომავლისა, ეს სამწუხაროდ არა ჩანს დღეს და ეს არავის არ აინტერესებს, იმიტომ რომ ესე იგი წარსულზე აპირება მაინც-ამაინც დიდად არ უყვართ, იმიტომ რომ წელს თუ არ ვწები 250 წელი სრულდება, რაც ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დაარსდა და საქართველოს კიდევ რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია და ვიცით ისტორიულად სადღაც 3000-3500 წლოვანი სახელმწიფოებრიობის ისტორია გააჩნია. მაგრამ ეს ხა ეტყობა ისტორია ყოველთვის არ არის იმ რეალობის გამომხატველი, რაც მიმდინარე დროს ხდება, იმიტომ რომ ვინც გაძლიერდება და ვინც ძლიერი არის, ის უკვეთავს მუსიკას, ვინც ძლიერი არის, ის სხვა ადამიანებზე და სხვა ქვეყნებზე თვითონ ავთენზე გავლენას და შემდეგ, იმიტომ რომ თავისი პოლიტიკა განახორციელოს, ეს პოლიტიკა რამდენად მისაღებია, არ არის მისაღები, ამას არავინ არაფრად არ დაგიდევს, იმიტომ რომ ეს პოლიტიკა მე ასე მინდა, ძლიერი ვარ და ასე შემდეგ. მაგრამ დღეს უკვე გამოიკვეთა საერთო მოთამაშე.
სამ მოთამაშე გამოიკვეთა, ეს არის ამერიკის შეერთებული შტატები, არის ჩინეთი და არის რუსეთი. ამ სამ მოთამაშეს, მე ამას ასევე ეძახი ხოლმე მეგა მოთამაშეს, ესე იგი ესენი ინდა თუ არა, ესენი ვალდებული არიან და ალბათ დროთა ვითარებაში დაალაგებენ მსოფლიოში ახალ წესრიგს და აი ახალ წესრიგი გაჩნდება მსოფლიოში, იმიტომ რომ ასეთი მეცნიერულ ტექნოლოგიური რევოლუციების პირობებში, ასეთი ინოვაციური პროცესების განვითარების მომენტში არ შეიძლება ისევ ძველებურად დარჩეს, იმიტომ რომ ძველებურად ცხოვრება არასოდეს არ არის მისაღები და არასოდეს არ იძლევა ის შედეგს. ახლა ეს ზოგადი შეცავლის შემდეგ ბატონო დავით მე მინდა კონკრეტულად ჩვენ პრივატულ საუბარში გამოიკვეთა ძალიან საინტერესო თემა. ჩვენ აფხაზეთის პრობლემა და აფხაზური პრობლემა გვაინტერესებს ყველაზე უფრო მეტად და რატომ დაიწყო ეს და ეს ჩვენ რომ დღეს რასაკვირველია ცოტა ესეთი დილეტანტი მკვლევარები და დილეტანტი ხალხი მაინც რუსულ ხაზს რო ხედავენ აქ ესე იგი ჩემთვის ეს იმას არ ნიშნავს რომ ახლა ჩვენ რუსეთის როლი და რუსეთის ასე ვთქვათ წვლილი ამ აფხაზურ პრობლემაში ან რაღაცნაირად გავაბუქო ან რაღაცნაირად დავაკნენ ამაზე არ არის აქ საუბარი. აქ საუბარია იმ რეალურ სურათზე, რაზე ჩვენ საუბარი ვქონდა, რა მოხდა მართლაც ეს მისი ინტერესებში უფრო შედიოდა, მაშინ ქართულ-აფხაზური კონფლიქტი არ არის, ეს აფხაზეთში კონფლიქტი ეძახი ჩვენ ამას ეს იმას ნიშნავს, რომ აფხაზეთში კონფლიქტი ნიშნავს იმას, რომ იქ ძალიან დიდი ძალები დაუპირისპირდა ერთმანეთს და მარტო რუსეთის და საქართველოს ძალები არ ყოფილა იქ როგორც ჩვენი ასე ვთქვათ, ჩემი ასე ვთქვათ დაკვირვებიდან იკვეთება. თქვენ რა სიტყვით ამის საუბარზე? ბატონო მორვან, მეც მივესალმები თქვენს მაყურებელს. ამ შემთხვევაში შემიძლია ვთქვა, რომ მარტო თქვენთან მეორე თავარ უკვე ამ სტუდიაში ჩვენს ტელემაყურებელს და მას უსურვებ ჩვენთან ერთად ახდენოდეს ყველა ის სურვილი, რომელიც ჩაიფიქრეს წელს და წლევანდელ წელს განსაკუთრებული მნიშვნელობა იმიტომაც აქვს, რომ თქვენ უკვე ბრძანეთ და მთელი ვრცელი შესავალი გააკეთეთ იმისათვის, რომ ამერიკაში მოვიდა ახალი მთავრობა, რომელსაც 4 წელიწადია ელოდება არა მარტო საქართველოს, არამედ მთელი მსოფლიო. იქნება ის ასე ვთქვათ უზნეობა, რომელიც დამკვიდრდა დედამიწის ზურგზე და მოყვა ფაქტიურად ამერიკის შეერთებული შტატების ბოლოსწინა პრეზიდენტის მმართველობის პერიოდს, ამან უზარმაზარი გავლენა მოახდინა საქართველოსაც. ამან ფაქტიურად რო იტყვიან, აი ამოატრიალა მთელი პოლიტიკური, სოციალური სფეროები და ადამიანებს გაუჩინა ზოგს იმედი იმისი, რომ უზნეობა გაგრძელდება კიდევ და ამას არასოდეს არ იქნება ზღვარი, ანუ საშველი არ დაადგება, ზოგს კი გაუჩინა იმედი, რომ ეს დროებითი მოვლენა დედამიწის ზურგზე, მათ შორის საქართველოში და ამას საბოლოოდ დაედება, ასე ვთქვათ, როგორ გითხრათ, დაესმება ჯვარი, რომ დამთავრდა ეს ყველაფერი და თუკი ჩვენ ჯვრის და სარწმუნოების წილხვედრი ქვეყანა ვართ, მაშინ გაუძღვებით იმ გზას, რომელსაც ჩვენი წინაპარი მიყვებოდა. მართალია, ამაში არც ინვესტიციას ჩაგვიდებს ვინმე და არც ტრამპი და გინდა მთელი მსოფლიო რომ სხვანაირად შეიცვალოს, ეს უნდა გავაკეთოთ პირადად ჩვენ, ქართველებმა უნდა გავაკეთოთ. ჩვენ თუ ვართ ქრისტიანები, ამის ხმამაღლად თქმის არასოდეს არ უნდა მოგვერიდოს. მე რამდენიმე სტატია გამოვაქვეყნე ამასთან დაკავშირებით. ჯერ კიდევ ინტურისტში მუშაობის პერიოდში, ინტურისტი თქვენ გახსოვთ, იყო საბჭოთა კავშირის პერიოდში ერთადერთი კომპანია, რომელიც მუშაობდა უცხოელ ტურისტებთან. ჩვენ როდესაც ვიწყებდით საუბარს უცხოელთან ავტობუსი როგორც კი დაიზრებოდა და დარბაზი სმენად იქცეოდა, პირველ 3 ინფორმაციას მივაწვდით: საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა, საქართველოს ტერიტორია, საქართველოს მოსახლეობა და მეოთხე იყო საქართველოს ეს გახლავთ ქრისტიან მართლმადიდებელთა ქვეყანა. არასოდეს არავის ამისი თქმა ჩვენთვის არ აუკრძალავს. არასოდეს დღესო იძახიან ეკლესიაში ვიღაცა უშლი და ვიღაცას შესვლას, შეიძლება თვითონაც უწყობდა ამას ხელს, იმიტომ რომ ის მომავალი პარტიული მუშაკი უნდა გამხდარიყო და თუ ეს ორიენტაცია ჰქონდა, მაშინ მას იქით არ უნდა გაეხედა, ასე ვთქვათ, დანარჩენ მოსახლეობას არავინ ხელს არ უშლიდა. რატომ მოვყევი ეს ყველაფერი? ჩემთვის და თქვენთვის უპირველესად
საქართველოს უპირველესი გადასაჭრელი საკითხები ეს გახლავთ მის ტერიტორიული მთლიანობა. დიახ, ყველაზე მტკივნეული. ყველაზე მტკივნეული. მაგრამ რაც არ უნდა იმედი ჩაგვესახოს ჩვენ ამერიკის შეერთებულ შტატებში მთავრობის შეცვლის დღევანდელ ტურბულენტურ როგორც თქვენ ახსენეთ მსოფლიოში ცოტა არ იყოს შეიძლება უადგილოც იყოს ქართული პრობლემები შევთავაზოთ მაგათ მოდით ახლა ეს პრობლემები გადაგვისხვიდეთო სანამ იქ მივიდოდეთ ჩვენ ასე ვთქვათ უმაღლეს მსაჯულთან ამას ახლა ესე ფიგურალურად ვამბობ ესე რომ ეს პრობლემები გადაგვისხვიდეთო ჩვენ შიგნით უნდა გქონდეს ეს დალაგებული და გადაწყვეტილი ჩვენ ვერასოდეს ვერ მოვთხოვთ ვერც ამერიკის შეერთებულ შტატებს ოკეანის გაღმა, ვერც ოკეანის გამოღმა ევროგაერთიანებას და რა ქვია ევროპას ჩვენ ევროპაში შევდივართ ევროპაში რომელ ევროპაში შევდივართ ხალხო იმ ევროპაში შევდივართ სადაც ჩვენ დავიბადეთ უხსოვარი დროიდან რომ დაიყო კონტინენტებად რა ქვია დედამიწის ბურთი ჩვენ ევროპაში შესულები ვართ დაბადებულები ვართ დამკვიდრებულები ვართ ვამბობთ 4000 წლოვანი 4500 წლოვანი სახელმწიფოებრიობა გვაქვსო ეს არასოდეს არ ყოფილა სხვა კონტინენტზე ეს იყო ევროპაში თუ სხვა რამებს გულისხმობთ ჩვენ რომ ჩვენ შევდივართ იმ ევროპის ჩვენ მენტალურად თუ არა ბუნებრივად გეოგრაფიულად არა ბატონო რა თქმა უნდა მაგრამ ის მენტალიტეტის ჩვენ თუ არ გვაქვს ჩამოყალიბებული რომ იქ ჩვენ გაუნათლებელი და უსწავლელი არავის არ ვჭირდებით უზნეო არავის არ ვჭირდებით მაშინ დამთავრებულია ეს ოცნებაც ამაზე და დრო არ უნდა ვკარგოთ ჩვენ არც ერთ შემთხვევაში რა თქმა უნდა ამაზე ფიქრმა უამრავი ასე ვთქვათ ზღვა და ხმელეთი გადამატარა პირადად მე იქნებოდა ეს საქართველოში თუ საქართველოს გარეთ ამ შემთხვევაში ვგულისხმობ ბერლინის კედლის დანგრევის შემდეგ ევროპაში ძირითადად რომელიც ჩემთვის არც ბერლინის კედლის დანგრევამდე ყოფილა უცხო ასე რომ მე 1990 წლის შემდეგ არ დამიწყია ურთიერთობების ძებნა და მეგობრების შეძენა იქ ისინი მე მყავდნენ მაშინ რა თქმა უნდა იმ 90 წლის შემდეგ გამრავლდა მათი რაოდენობა და უფრო გაახალგაზრდავდა ასე ვამბობთ უამრავჯერ უკითხავთ ჩემთვის რა მიგიყვანათ თქვენ პირდაპირ იარაღით ერთმანეთის დაპირისპირებამდე ამ შემთხვევაში პირველ რიგში აფხაზები და ქართველები ვიგულისხმებოდით მოგვიანებით ამას მივერთდა სამწუხაროდ სამაჩაბლოს. რა თქმა უნდა ამის კვლევის მეტი არაფერი მიკეთებია, მაგრამ არასოდეს არ გადავსულ არ იქითკენ რომ გინდა თუ არა ეს უცხო ქვეყნიდან მოდიოდა სულ ყველაფერი. რა თქმა უნდა იქიდან ხელშეწყობა იყო ასეთი ურთიერთობის, მაგრამ ძირითადად რაც განვითარდა ყველაფერი საქართველოში შიგნით ქართველების ხელით განვითარდა. მე წინა გადაცემაშიც მქონდა ჩვენ სხვათა შორის გადავხედე ჩვენს არქივს და წინა გადაცემა ჩვენ მქონია 2023 წლის 21 აგვისტოს. დიახ, ეს აგვისტო ჩვენთვის სამწუხაროდ ისე ჩამოყალიბდა სამწუხაროდ რომ თუ ადრე აგვისტოში ტრაგიკული ფურცელია საქართველოს ისტორიაში. საქართველოს ისტორიისთვის ახლა აგვისტოში გვახსოვს ჩვენ ძლევა ის საკვირველი 12 აგვისტო. აგვისტოში მოდის უზარმაზარი ქრისტიანული და უზურპასესი დღესასწაული მარიამობა. მაგრამ უყურეთ რა ხდება აგვისტოში 14 აგვისტოს იწყება აფხაზეთში ომი. 8 აგვისტოს იწყება სამაჩაბლოში ომი. სამწუხაროდ ცოტა გაუფერულა ეს უზარმაზარი დღესასწაულები ამან და ამან მაიძულა რომ ცოტა უფრო ღრმად ჩამეხედა იმისათვის თუ რა გამოიწვია ის და იმ გერმანელის კითხვა და გერმანელების კითხვა ზოგადად უცხოელების კითხვა რამ დაგაპირისპირათ ერთმანეთს მე მივიყვანა იმ დასკვნამდე რომ დაახლოებით ბოლო 5-6 წლის წინ დავიწყე მე იმ არქივებზე მუშაობა, რომელიც პირადად მე მეკუთვნის და წლების განმავლობაში ეს შემიგროვებია. როგორც თქვენ ბრძანდეთ, მე ვიყავი ეროვნული ხელისუფლების ერთ-ერთი წარმომადგენელი, კწანის რაიონის პრეფექტი ამ შემთხვევაში. ჩემი სამთავრობო სამსახურები დაიწყო მაშინ,
1991 წელს და დამთავრდა 1992 წლის 20 აგვისტოს. ზუსტად ამ თემას მოვკიდე მე ხელი, რომ შემიძლია თავიდან ბოლომდე აღმედგინა თუ რა მდგომარეობაში ჩავიბარეთ ჩვენ ქვეყანა და რა მევალებოდა მე როგორც ხელისუფლების წარმომადგენელს ამ რაიონში. დიდი ძებნის შემდეგ არქივზე მაქვს, ჩემს არქივზე საუბარი, აღმოაჩინე მე ბლოკნოტი, ჩემი სამუშაო ბლოკნოტი, პრეფექტის სამუშაო ბლოკნოტი, ასე დავარქვია მას. ყოველ დღე მაქვს ჩაწერილი დღეს რა მოხდა და როგორ მიდიოდა ქვეყანაში, ასე ვთქვათ, აღშენებების. სოციალურ სპორტში ძალიან 21 სტატია გამოაქვეყნე მე შარშან 21 დეკემბრიდან, ეს ომის დაწყების წინადღე არის, პუტჩის დაწყების წინადღე 91 წელი. 20 იანვრის ჩათვლით ეს უკვე აგერ 92 წლის. ერთმა მომენტმა გამაოცა, აქამდე არ მიმიქცევია მე შესყურადღება და თურმე შარშან 22 დეკემბერს შესულა 33 წელიწადი რაც საქართველოს დაქცევა დაიწყო. ვიღაცა ამას თulis პრეზიდენტ გამსახურდიას მთავრობის დამხობად, ვიღაცა ხელისუფლების დამხობად, არავითარ შემთხვევაში ეს არ ყოფილა, არავის არ დაუმხია არც ზვიად გამსახურდია, არც მისი ხელისუფლება. იმ ანტიქართულმა ძალებმა, რომლებმაც იარაღს მოკიდეს ხელი და დაუპირისპირდნენ მაშინ ზვიად გამსახურდიას და მის მთავრობას, მათმა დაამხეს მხოლოდ საქართველო. საქართველოს მოხდა გულში. რა თქმა უნდა. მათი ნაცვლი ტყვია. რა თქმა უნდა. დაამხეს მხოლოდ საქართველო, რომელიც დღემდე გრძელდება ეს დამხობა, ეს არ დამთავრებულა ჯერ კიდევ, ღმერთმა ქნას. რაღაც იმედები რო გახდა, გაჩნდა. სახეზეა ჩვენი აგრესიული ოპოზიცია იგივე არ არის. რა თქმა უნდა, დღეს იგივე გრძელდება და ზუსტად ის მიმდინარე პროცესები, რაც შარშან დაიწყო ოპოზიცია ახსენეთ თქვენ მათი აქციები და დღემდე მე ერთმანეთს პარალელს ვაკეთებ და ვადარებ ერთმანეთს თუ რა ხდება. იმ სტატიებში, რომელიც მე გამოვაქვეყნე, მცირე მომენტების გარდა მე ეს პარალელები ჯერ არ გამოვაქვეყნებია, შემდეგი სტატიები მიეძღვნება ამას ზუსტად. ვინ და რას აკეთებდა, ვის უპირისპირდებოდა მაშინ 33 წლის წინ. ჩვენთვის და ზოგადად ქრისტიანისთვის რა არის 33 წელი? 33 წელი ეს არის ჯვარცმის ასაკი ჩვენი მაცხოვრისა. ამიტომ იყო ეს ჩემთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი და ვერ დავიწყებდი მე საუბარს ეროვნულ მოძრაობაზე და საქართველოს თავისუფლებაზე, თუ კი არ შევეხებოდი იმ მრავალპარტიულ არჩევნებს, რომელიც ჩატარდა 1990 წლის 28 ოქტომბერს. მე სპეციალურად წამოვიღე ზოგიერთი ამონარიდი ჩემი სტატიებიდან. აი ერთ-ერთ სტატიას 28 ოქტომბერს ასე ვამთავრებ მე. 1998 წლის 28 ოქტომბერს ქვეყანაში მიმდინარე მრავალპარტიულ არჩევნებზე ჯერ ხმებიც კი არ იყო ბოლომდე დათვლილი, როცა თბილისიდან სპეცრეისი გაფრინდა მოსკოვში, რომელსაც ქართველ გარეწართა დიდი დელეგაცია მიყავდა ედუარდ შევარდნაძესთან მოსალაპარაკებლად, თუ როგორ უნდა დაემხოთ ჯერ კიდევ არარჩეული ზვიად გამსახურდია და საარჩევნო ბლოკი, მრგვალი მაგი და თავისუფალი საქართველო. აქედან მოყოლებული სტატიების ციკლი გამოაქვეყნა 2022 წლის აგვისტო-სექტემბერში. რაში დამჭირდა ეს? უამრავმა კვლევამ და მასალებმა მიმიყვანა იმ დასკვნამდე, რომ ყველაფერი ეს ერთ პიროვნებასთან არის დაკავშირებული, ეს გახლავთ ედუარდ შევარდნაძე. მე აგერ ვახსენე, რომ 28 ოქტომბერს მე ვრცელი სტატია მაქვს გამოქვეყნებული და ვისაც დააინტერესებს, ეს შეუძლია ჩემთან ჩემს Facebook გვერდზე მოიძიოს და მოიძიოს ზუსტად 1990 წლის 28 ოქტომბერი, იქ მაქვს უფრო ვრცლად განხილული ეს ყველაფერი. ეს ჯგუფი ჩადის მოსკოვში მოსალაპარაკებლად, ჯერ გამოცხადებული არ არის, გამარჯვებული, ოღონდ ყველა მიცის რომ გაიმარჯვებს, რა ქვია და ეს ჯგუფი უკვე მიდის 6 საათზე მიტინგზე მისულებს, მისულებმა ვიცით 8 საათზე ეს თვითმფრინავი გეზს აიღებს მოსკოვისკენ და იქ დაიწყება სამზადისი ამისათვის. ამის შემდეგ
ხო კიდევ და შევახსენო მაყურებელს რატო ვიხსენებ ამას იმიტომ რომ აი როგორ და რატომ დაიწყო აფხაზეთთან ომი ეს არის ძალიან საინტერესო აი ეს არის იმიტომ რომ ჩვენ არ უნდა ვეძებოთ აფხაზეთთან ომის დასაწყისი 1992 წლის 14 აგვისტოდან კი არ უნდა დავიწყოთ ამისი ათვლა უნდა დავიწყოთ უფრო შორიდან როგორ მზადდებოდა ეს ყველაფერი ჩვენ მივყვეთ ქრონოლოგიურად და რა ხდება 90 წლის სექტემბრის თვეში კინოსახლთან პირველი ინციდენტი გახსოვთ თქვენ როდესაც ტყვია გავარდა და ვიღაცები დაიჭრა არ გადის აქედან დიდი ხანი სულ რაღაც ორ კვირაში ბატონი ზვიად გამსახურდია აკეთებს ასეთ განცხადებას რომ ჩვენ არ ველოდით თუ კი ამდენს მოასწრებდა საქართველოს ეროვნული ხელისუფლება ამდენ კანონს თუ მივიღებდით ამდენ ნაბიჯებს თუ გადავდგამდით სულ თავისუფლებამდე ჩვენ ფაქტიურად ამოვწურეთ ის მთელი საარჩევნო პერიოდი ამიტომ ჩვენ ალბათ დავდგებით აუცილებლობის წინაშე რომ ჩატარდეს რიგგარეშე არჩევნები ეს უნდა მოხდეს 92 წლის ოქტომბრის თვეში ეს განცხადება ბატონმა ზვიად გამსახურდიამ გააკეთა ცოტა ხნით ადრე ვიდრე თბილისში დაიწყებოდა ტყვის სროლა თბილისში დაიწყებოდა ქვეყნის დამხობა მაგრამ ეს ვინმეს აწყობდა იმეორე ეს რა აი ჭირიმე თქვენი ზუსტად აქ არის რა ქვია რო იტყვიან აი ეს უბედურება ჩვენი დამალული სწორედ იმ ხარეს არავიწყდება ის ხალხი რომლებიც ჩადის 28 ოქტომბერს იქ არჩევნების დღეს საკონსულტაციოდ ბევრი მათგანი იქვე რჩება ადგილზე სამუშაოდ როდის დაიწყებენ საქართველოში ქვეყნის დამხობას და ისინი მიიღებენ გადაწყვეტილებას მათ უპირველეს ასე ვთქვათ პიროვნებასთან შევარდნაზესთან და მიიღებენ გადაწყვეტილებას რომ ამათმა თუ რიგგარეშე არჩევნებამდე მიაღწიეს ამათ ვერაფერი ვერ მოუგებს სასწრაფოდ უნდა დაიზრას ყველანაირი ძალა რომელიც დაამხობს საქართველოსო აქედან დაიწყო სწორედ აფხაზეთის პრობლემა და სამაჩაბლოს პრობლემა და ყველა ის პრობლემა რომელიც საქართველოში არის აი ჩაგერთვებით მე და ესე იგი ამათ ეტყობათ რომ ერთ-ერთ ძალიან დიდ სუყე არგუმენტად ხომ არ ქონდათ მოფიქრებული და მოაზრებული სწორედ ის აფხაზეთი და სამაჩაბლო ჩართული ყავთ რომ საქართველოს დაესუსტებინათ ხომ არ იყო ეს რა თქმა უნდა უამისოდ ეს საქმე რა თქმა უნდა არ გამოვიდოდა მე იმას არ ვამტკიცებ რომ ედუარდ შევარდნაძემ დაიწყო ქართულ-აფხაზური კონფლიქტები მეთქი არა ეს მაშინ არ დაწყებულა ეს ქართულ-აფხაზური კონფლიქტი დაიწყო დიდი ხნის წინ ხშირად ახსენებენ კომუნისტებს ხშირად ახსენებენ ბოლშევიკებს იმ დროიდან დაიწყო ეს იმ დროიდან დაიწყო თქვენ კარგად ისით და მაყურებელმა შესანიშნავად იცის მით უმეტეს ამ ბოლო დროს გავრცელებული ზღვა მასალებიდან რომ თვით იმ ბოლშევიკურ პარტიაში და ბოლშევიკურ მთავრობაში იყო უზარმაზარი დაპირისპირება რომელთა სახელები აგერ ამოტივტივდა ახლა გუშინ თბილისში დაწყებულ აქციებზე და ცოტა ხნით ადრე კიდევ როდესაც ეძახიან ნეოტროცკისტებს აი იმ ტროცკისტული მოძრაობიდან დაიწყო დაპირისპირება საქართველოსა და აფხაზებს შორის და ამას მართლა ქონდა იქიდან საფუძველი ამას ვერავინ ვერ უარყოფს ჩვენ უზარმაზარი მასალა გვაქვს დამუშავებული ამასთან დაკავშირებით მე აქვე უნდა ვახსენო სულცხონებული როლან ჯალაღანია ეს უდიდესი მოაზროვნე, მწერალი, პუბლიცისტი, კინოსცენარისტი, რედაქტორი, გაზეთი ილორის რედაქტორი ბოლოს ჩვენ გვაქვს თარგმნილი წიგნი მე-20 საუკუნის უდიდესი მენეჯერი ეს არის ლავრენტი ბერიაზე ბერიაზე იქ ყველა ნაბიჯი არის თითქმის აღწერილი რა ნაბიჯები გადადგა იმ დროინდელმა თქვათ ბოლშევიკურმა მთავრობამ რა ქონდა შიგნით მოსაგვარებელი და რა ქონდა გასანადგურებელი და რა ქონდა ასაყვავებელი რა თქმა უნდა იქ ამ თემასაც ეხებიან რა ქვია ქართულ-აფხაზური დაპირისპირება ერთმანეთთან ეს ასე ვთქვათ მოლეულ იქნა განსაკუთრებით მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ მეორე მსოფლიო ომში
პრივატ და კერძო პრობლემებისათვის არავის არ ეცალა და ვიყავით ჩართული სულ ყველანი ერთად ფაშიზმის წინააღმდეგ ომში. ომის დამთავრების შემდეგ ისე ვიჩენდა თავს, რა თქმა უნდა, ესენი, მაგრამ ესენის განეიტრალებული იქნა. ყველაზე უბედური პერიოდი საქართველოს დაუდგა და ზოგადად საბჭოთა კავშირს დაუდგა მას შემდეგ, რაც სტალინის და ბერიაც ორივე იქნა მოშორებული იმ აგენტურის მიმართ, რომელიც დღეს მსოფლიოს არევას ისევ აპირებს. იმათი შთამომავლები არიან დღეს, ვინც მსოფლიოს არევას აპირებს და კიდევ ერთხელ ვიტყვი, ცოტა არ იყოს მეც გამიშდა პატარა იმედი იმისა, რომ მსოფლიო შეიცვლება და ამას გამოიწვევს ამერიკის შეერთებულ შტატებში ახალი მთავრობის მოსვლა, ახალი პრეზიდენტის მოსვლა და ის მსოფლიო ამრეები და მათ შორის ტროცკისტების შთამომავლებიც საქართველოს ჩამოცილდებიან ქვეყან და ცივილიზებული სამყარო და მათ შორის საქართველოს მართლა მეუბრუნდება ეკლესიას, მართლა მეუბრუნდება რწმენას, მართლა მეუბრუნდება ჯვარს და ასე ვთქვათ ჯვარი ფარავდეს იმათ, ვინაც ამაში ხელი შეუწყოს ამ საქმეში ერთმანეთს. დაიწყო საქართველოში პუტჩი, როგორც ვთქვით, 22 დეკემბერს და დამთავრდა იგი ასე ვთქვათ, იმითი რომ 6 იანვარს საქართველოს მთავრობამ საქართველოს დატოვა და წავიდა ის ქვეყნის გარეთ. მე ამას არ ვწოდებ ემიგრაციას. ეს არ იყო ემიგრაცია, საქართველოში დარჩა ის ხალხი, ვინც ომობდა კიდევ, რა ქვია, იმისათვის რომ აღედგინა კანონიერება. არაფერი არ შემიძლია არ გავიხსენო, უამრავი წერილები მომივიდა ამ დღეებში. 3 იანვრის რა ქვია, მიტინგების დახვრეტა ვაგზლის მოედანზე, რა ქვია და 2 თებერვლის 3 იანვარი როდის? ეს იყო 92 წელი. 92 წელი. ჯერ კიდევ აქ იყო პრეზიდენტი და საქართველოს მთავრობა 4 დღის მერე ტოვებს ის საქართველოს საქმეა და მიდის 6 იანვარს. 2 თებერვლის მე მაყურებელს და ჩემს კითხვებს პირდები იმას, რომ აუცილებლად გამოვაქვეყნებ ამ დღეებში ასევე დოკუმენტალურ სტატიებს, რომელიც ამ დღეებს მიეძღვნება. მე მაშინ იმ პერიოდში იმ დღეებში, როგორც წანის რაიონის პრეფექტს, ჯერ კიდევ მევმართავდი მაშინ წანის რაიონს და ამ მქონდა ჩემს დღიურებში ჩამეწერა რაიმე სპეციალური შენიშვნები გამიკეთებინა. მთელი საქართველო იბრძოდა იმისათვის, რომ კანონიერება აღედგინა, მაგრამ ამას მოყვებოდა და ყოველდღე ხდებოდა მსხვერპლი ქვეყანაში. ეს დიდხანს არ გაგრძელდა. ამან დააყოვნა ედუარდ შევარდნაძის ჩამოსვლა საქართველოში. ის ბრუნდება დაგეგმილზე 2-3 თვის გვიან ქვეყანაში. უფრო ადრე იყო დაგეგმილი, როგორც კი მოხდებოდა აქ ეს იანვრის ბოლოს ის აქ უნდა ყოფილიყო, მაგრამ ესენი უშვებენ იმას, რომ ამ პერიოდში მოხდა სამეგრელოში 5 ექსპედიცია, რომელმაც სპეციალურად ამ სამეგრელოს, ასე ვთქვათ, აი იმ პროცესებიდან გათიშვის რა თქმა უნდა, იმიტომ რომ სამეგრელო ის არ ჩამოვიდოდა საქართველოში, სანამ სამეგრელო მოთვინიერებული არ იქნებოდა. სამეგრელოს მოთვინიერებას არ ეყო ეს 5 ექსპედიცია, ჩვენ წინა გადაცემაშიც მე მგონია ვილაპარაკეთ ამაზე, აქაც გაკვირით ვიტყვი ამას. სამეგრელო მიხვდა იმას, რომ ეს ვერ გაუძლებდა ამდენ ზეწოლას და ამდენ, ასე ვთქვათ, სისხლს და დარბევას და ამიტომ მათმა მიმართეს შესანიშნავ ხრიკს, შესანიშნავს ვამბობ სითბო რომ გამოვხატო მაგათ მიმართ იმისათვის მხოლოდ, რომ წინააღმდეგობის აქციები გადაეტანათ აფხაზეთში. იქ უფრო უსაფრთხო იყო, ეს ჯარი იქ არ შემოყვებოდა შიგნით, მაგრამ ეთყობა მიიღო ეს გადაწყვეტილება მოსკოვის, რა ქვია, ასე ვთქვათ, სათათბირომ ედუარდ შევარდნაძის გარშემო და თქვეს, რომ არავითარი დანდობა ჩვენ აფხაზეთშიც უნდა შევიდეთ. როგორ შევიდნენ ესენი აფხაზეთში, მე აღწერილი მაქვს. ერთ-ერთი ზვიადისტების განადგურების სიცხარე ეს იყო პირდაპირ ზვიადისტების განადგურების გამო მოხდა იქ შესვლა. წუხელმე გადავხედე კიდევ სხვა გადაცემებს, ვიცოდი რომ დღეს ჩვენ ჩაწერა გვექნებოდა აქ. იაგო ხვიჩიას მიყავს ტელეგადაცემები. საქართველოს დაბადება, ასე ქვია. არ ვიცი ის საქართველოს დაბადებაში რას გულისხმობს, იმას გულისხმობს
იმას გულისხმობს, რომ როგორ მოხდა პუტჩი და ამის მერე დაიბადა საქართველო, თუ საქართველო დაიბადა მრავალპარტიულ არჩევნებში და მაშინ სულ მოკლე ხანი სამწუხაროდ 1990 წლის 28 ოქტომბრიდან საქართველო თავისუფალი იყო 1992 წლის 6 იანვრამდე. მეც სხვებთან ერთად ყოველთვის უწოდებდი ყოფილ ლენინის მოედანს თავისუფლების მოედანს, მაგრამ 1992 წლის 6 იანვრიდან ის ჩემთვის არ არის თავისუფლების მოედანი, რადგანაც საქართველოს თავისუფლება მეორედ დაკარგა ერთ საუკუნეში, ეს მოხდა 1992 წლის 6 იანვარს. ის დღემდე ლენინის მოედანია ჩემთვის და დიდი ხანი დაჭირდება კიდევ ჩემი თვალსაჩინარიდან საქართველოს თავისუფალი რომ გახდეს. სწორედ ამან გამოიწვია ჩამოდის ედუარდ შევარდნაძე შემდგომ საქართველოში, მას ხდება დაულაგებელი, ასე ვთქვათ, დაულაგებელში გულისხმობ იმას, როგორიც მან შეუკვეთა, რა ქვია, ესეთი არეული სიტუაცია და ყველაფერი. ეს სიტუაცია სწორედ ედუარდ შევარდნაძემ სპეციალურად აარევინა საქართველოში, ეს ყველა არეულობა ხდებოდა მხოლოდ და მხოლოდ მისი ხელდასმით, მისი დაფინანსებით. და საიდან მოდიოდა ეს დაფინანსებები, ესეც საინტერესო არის. ოღონდ რაღაც ძალიან მოკლედ ვიტყვი და თუ ვინმე შეკითხვა ექნება, გამოქვეყნდება, დაიდება ეს გადაცემა YouTube-ზე და იქ შეუძლიათ შემდგომ კითხვებით მომმართონ წერილობით და წერილობით უკარნახებ მას. ეს საიდან მოიტანა ედუარდ შევარდნაძემ ის 9 მილიონი დოლარი, რომელიც გაცხადდა ძალიან მალე საქართველოში პუტჩიდან, რომ მას 9 მილიონი დოლარი დაუჯდა საქართველოში სახელმწიფოს დამხობა და ამისი დაფინანსება. საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრი ამას ვერცერთ შემთხვევაში ამდენ ფულს ვერ დააგროვებდა თავისი ხელფასით. მით უმეტეს იმ დროს და ხშირად უხსენებია ედუარდ უხსენებელს, მე ასე მოვიხსენიებ მას ყველა ჩემს პუბლიკაციებში და ყველა ჩემს ტელე გადაცემებში მონაწილეობისას. ხშირად უხსენებია, რომ მან ის იღებდა ჰონორარებს თავისი წიგნებიდან, ვერანაირი ჰონორარი მას 9 მილიონ დოლარს ვერ დააგროვებინებდა. მე მქონდა ჩემს კოლეგებთან, გერმანელებთან საუბარი იმაზე, რომ გარბაჩოვის და შევარდნაძის კეთილი სურვილის გამო კი არ მომხდარა გერმანიის გაერთიანება. გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას ამ შემთხვევაში გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის ყიდვა დაუჯდა 50 მილიარდ დოლარამდე. ესეც არ არის უცხო ამბავი, ესეც ცნობილი ფაქტია. ამბროდ მეტის გადამხდელიც იყო. ისინი თითქმის 3-ჯერ მეტის გადახდას აპირებდნენ და ცნობილი არის ასეთი ფაქტი, როდესაც ის გერმანული დელეგაცია უკან მოფრინავდა გერმანიაში, რომელმაც საბოლოოდ მოაწერა ხელი საბჭოთა კავშირის პოლიტბიუროსთან, თუ რა დაждდებოდა ეს, რა ქვია, გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის ყიდვა 10,000 მეტრის სიმაღლეზე, როცა თვითმფრინავმა საფრენის სიმაღლე აიღო და შუქები აენთო, კინაღამ ჭერი ავხადეთო შამპანურის ბოთლებიდან გასროლილი საცობებით, სიხარულისგან, რომ ასე იაფად ვიყიდეთო გერმანიის ჩვენი კუთვნილი მიწაწყალი, რა ქვია, საბჭოთა კავშირისგანო. რა თქმა უნდა, ედუარდ შევარდნაძეს, როგორც მას ეძახდნენ გერმანიის გამაერთიანებელს, არა და გერმანიის გამაერთიანებელი არ ყოფილა, ეს იყო ვაჭარი, უფლებამოსილებით ახსილი, რა ქვია, ვაჭარი, რომელმაც მიაღწია ამ მოლაპარაკებებს. მე საწავიდა ეს ფული, ბატონო. ეს ფული წამოვიდა აგერ პუტჩის მოსაწყობად საქართველოში ნაწილი. ეგერ ნავთობსადენის, რა ქვია, თავის სახელობის ნავთობსადენი რო აქვს, რა ქვია, ჭაბურღილები გოლია თავის. ჭაბურღილები რო აქვს თავისი, იქ წავიდა, იქ დააბანდა, რა თქმა უნდა, საქმეში დააბანდა და არა სოფლის მეურნეობის აღდგენაში არ ჩაუდია მას არც მილიონები და არც მილიარდი არ ჩაუდია, რომ საქართველოში რამე ამდგარიყო. პირიქით, სოფლის მეურნეობაში მსოლეთ მის სახელს და მის მოღვაწეობას ბრჭყალებში ვამბობ, უკავშირდება საქართველოს როგორც მსოფლიო რიგიდან გაქრობა, როგორც ჩაის მეწარმისა. მსოფლიო საქართველოში, იმდროინდელ მსოფლიოში საქართველოს ცნობილი იყო როგორც ჩაის მეწარმე, როგორც ქაღალდის მეწარმე, როგორც თვითმფრინავის მეწარმე და როგორც ღვინის მეწარმე.
აქედან რა დარჩა მხოლოდ თვითმფრინავი და დარჩა მეღვინეობა. ამას ეს შაჰაბასმა ვერ ამოძირკვა თავის დროზე და შევარდნაძე ვერ შეიძლებდა ამის ამოძირკვას, მაგრამ ჩაი ამოძირკვა ბოლომდე. ეს სპეციალურად იყო. რა თქმა უნდა, ეს სპეციალურად იყო იმისათვის, რომ ქვეყანა დამხობილიყო. თქვენ წარმოიდგინეთ, რომ ჩაი რას წარმოადგენდა საქართველოსთვის. აფხაზეთის, სამეგრელოს, გურიის, იმერეთის, აჭარის მოსახლეობის 90% ჩაიზე იყო დამოკიდებული და ჩაით მართავდა თავისი ოჯახის ბიუჯეტს. მილიონერები ხდებოდნენ ხალხი. მილიონერები ხდებოდნენ, მაგრამ და მამაკაც ჩაიში არაფერი არ საქმებოდა. მამაკაც სხვა სამუშაო ჰქონდა, საქმე ჰქონდა და იქიდან მუდმივი ხელფასი შემოდიოდა. ეს სეზონური ხელფასი იყო, მაგრამ ეს ოჯახს მართავდა, ფეხზე აყენებდა და ყოფნიდა ეს შემოსავალი. შევარდნაძის მოღვაწეობის ისე ბრჭყალებში ვამბობ, პირველესი დანიშნულება ის იყო, რომ ასეთი დასაყრდენი სფეროები თუ კი რაიმე არსებობდა ოჯახისა საქართველოში ისინი უნდა მოესპო აუცილებლად. 1994, 95, 96 წლებში ჯერ კიდევ არსებობდა საქჩაი, ჯერ კიდევ იკრიფებოდა საქართველოში ჩაი. მე პირადად მაგ წაღებული ამ საქჩაიდან ჩაის ნიმუშები ბატონი ბაკურგულუა გახლდათ მაშინ სოფლის მეურნეობის მინისტრი და მე ქაღალდზე წარმოვადგენდი გერმანიასა და ევროპაში სოფლის მეურნეობის სამინისტროს დავით ქობალია, რომ მე მქონოდა სახელმწიფო სტრუქტურებთან მისვლის შესაძლებლობა. ამაში კი მადლობა უნდა უთხრა ბატონ ბაკურს, მე ერთი თეთრი აქედან დახმარება არ მქონია, ჩემთვის არც ერთი მგზავრობა არ დაუფინანსებია არაფერს, მე და მქონდა ეს ჩაი და არსებობს იმაში, რა ქვია, ჰამბურგში ჩაისახლი, დოქტორ ვოლფის ჩაისახლს ეძახიან ამას. იქ დღესაც ვინმე რომ მოიკითხოს, ჩემს სახელს და გვარს აუცილებლად ამოიკითხავს, იმიტომ რომ 3 წლის განმავლობაში ერთადერთი ვიყავი მე დავით ქობალია, რომელიც დავდიოდი იქ და ვეწეოდით ამის რა ქვია, ასე ვთქვათ, აგიტაციას, რომ ქართული ჩაი უნდა გაყიდულიყო აუცილებლად იმ მაღალ დონეზე, როგორც ცეილონის ჩაი იყიდებოდა. ამის საფუძველს იძლეოდა მისი ხარისხი. სამწუხაროდ ამას ჩვენ ვერ მივახციეთ, იქ იმიტომ რომ როცა მე უკან დავბრუნებას ვეძახი 3 წლის მერე საქართველოში რომ მოიკითხე, საქართველოში დაწყებული იყო ჩაის ამოძირკვა. ერთი უნიკალური ფოტო დევს იმაზე, რა ქვია, YouTube-ზე, ინგირის ჩაის მეურნეობა არის, ჩაის პლანტაციები არის გადაღებული და ჩაის საკრეფი მანქანები. ჩვენ ამ ჩაის საკრეფი მანქანებით იმდროინდელ მსოფლიოს ვუსწრებდით ტექნიკას, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკაში. ჩვენ მქონდა ეს. გული კერესელიძე იყო. კერესელიძე იყო და იყო კიდე კოსტავას ჩაის საკრეფი მანქანები. ესენი დამთავრდა მე და ბატონ ოთარ ფასაციას, როცა წავიდა ეს მართლმაცხონოს მის სული, წავიდა პრემიერობიდან, როდესაც გადადგა. 5 ჯერ ვიყავით დიუსელდორფში, იქ არის ერთჯერადი ჩაის წარმოების მანქანები, დამაფასოებელი მანქანების ქარხანა არის, თექანეს ეძახიან მას, რა ქვია, თექანე არის ჩაიდანი. რა ქვია, ამას ეძახიან 5 ჯერ ვიყავით იქ ჩასული და მივახციეთ იმას, რომ საქართველოში უნდა მომხდარიყო აუცილებლად ენგურ ქაღალდის კომბინატის გადაიარაღება. იქ იყო ჩაის სპეციალური ქაღალდი, პაკეტების ქაღალდის წარმოება, ეს არის უმაღლესი დონის ქაღალდი. ეს იყო გერმანული წარმოება. ესე ჩაშალეს ზოდო. ეს რა თქმა უნდა, ეს ჩაიშალა. ჩვენ მივახციეთ იმას, რა ქვია, მოლაპარაკებას ეს იყო ევრობანკთან იურგენ შრამი გახდათ მაშინ მისი პირველი დირექტორი გერმანელი კაცი მე მას სანამ საქართველოს ჩამოვიდა და მანამდე ვიცნობდი დიუსელდორფში და EBRD ანუ ევრობანკი ამის დირექტორად აქ დაინიშნა მივახციეთ მასთან იმას მოლაპარაკებას რომ ხელშეკრულებას ვდებდით ამ ენგურ-ქაღალდ კომბინატში ჩაის ქაღალდის ფაბრიკის გადაიარაღებას რომელიც ხდებოდა 28 მილიონი გერმანული მარკა მაშინ ჯერ მარკები იყო ჯერ კიდევ გახარებულები ჩავედით აქედან ჰამბურგში ჩვენი ქართული დელეგაცია 5 კაცის შემადგენლობით იქვე მოვაწერეთ საკონსტრუქტორო ბიუროსთან ხელი რაინერ ადამი იყო საკონსტრუქტორო ბიუროს ესეც ჩაიშალა. ესეც ჩაიშალა.
ეხლა რა ხდება? ბატონო დავით, ახლა ჩვენ ცოტა დროის დიახ, აი ახლა მივდივარ ზუსტად იმისკენ, აფხაზეთისკენ. ბრძანეთ თქვენ თუ დიახ, მანამდე მინდა რომ სანამ აფხაზეთზე უცვლად გადავიდოდეთ, მანამდე რამდენიმე სიტყვით გვითხრათ. კი, მაგრამ რა ინტერესი ქონდა შევარდნადეს ასეთი რომ ესე გინდა თუ არა ეს აფხაზეთის პრობლემა წამოეჭრა და მის გადაწყვეტას საერთოდ არც უზრუნია. დიახ, კი ბატონო. კარგით ვეცდები ახლა ძალიან მოკლედ მე მეთქობა ცოტა ბევრი ვილაპარაკე. რა ქვია და მოკლედ შევეხები ამას. მას ის მიზანი ჰქონდა რომ ის საქართველოში არ დახვდა მას ის ქვეყანა რომელსაც ის მართავდა კომუნისტების დროინდელი საქართველო არ დახვდა და ისინი ვინაც საქართველო ჩამოიყვანა და ვისაც დაამხობინა მან საქართველო იმათმა ვერ შეუსრულეს მას პირობა რომ შენ რო ჩამოხვალ ყველანი დაშფანდური დაგხვდება მთელი საქართველო და შენ შეგიძლია საქართველო მართო ამისთვის მას სჭირდებოდა აუცილებლად დამატებითი პრობლემების შექმნა, ოღონდ უმოკლეს დროში უნდა ყოფილიყო ეს დამატებითი პრობლემები, ეს უნდა მომხდარიყო სანამ ახალი არჩევნები ჩატარდებოდა. ამიტომ იყო 92 წელი როგორც კი ჩამოვიდა აპრილი თუ მარტის თვეში, რა ქვია, შევარდნაძე საქართველოში 5 მარტს ჩამოვიდა, 5 მარტიდან უნდა შექმნილიყო ოქტომბერში უკვე დანიშნული იყო ის არჩევნები, რომელიც დაანონსა ზვიად გამსახურდიამ სამწუხაროდ ჩაატარა ედუარდ შევარდნაძემ 92 წლის ოქტომბრის თვეში. უნდა შექმნილიყო უზარმაზარი პრობლემები საქართველოში, არ უნდა ყოფილიყო ელექტროენერგია, არ უნდა ყოფილიყო სასმელი წყალი, არ უნდა ყოფილიყო თბილისში ჩვენ ღებულობდით აქ, რა ქვია, გრაფიკით ვიღებდით წყალს. არ უნდა ყოფილიყო ხელფასები, სამუშაო ადგილები არ უნდა ყოფილიყო განადგურებული, უნდა გაეკოტრებინათ ქვეყანა უნდა გაეკოტრებინათ, რომ არჩევნები რო ჩატარდებოდა საქართველოში, ამის შემდეგ ახალი პარლამენტი რო შეუდგებოდა მუშაობას, ის დაიწყებდა ნელ-ნელა მისივე განადგურებული წარდგენას. ხო მიმიხვდით მე მგონი გასაგებად თქვი და მაყურებელიც გამიგებს ამას თუ არა და კიდევ ერთხელ მეორე შეგიძლიათ მე წერილობით მომმართოთ და გამზადებული მაქვს სტატიები რომლებსაც მივაყოლებთ ამ გადაცემას. ამიტომ მოხდა ეს მხოლოდ ამიტომ მოხდა აფხაზეთში უკვე შეიარაღებული ძალებით შეჭრა. არავითარი ტვირთების დაცვა. ეს იყო ბლეფი რომელიც მაშინვე გაცხადდა რომ იქ არავითარ ტვირთების დაცვაზე არ იყო ლაპარაკი, იმიტომ რომ ამ მატარებლებს აყაჩაღებდნენ ისევ ის ხალხი, ვინაც დაამხო საქართველოს ეროვნული ხელისუფლება. ეს იქ მოფიქრებულად ორგანიზებული ეს ყველაფერი მოფიქრებულად კეთდებოდა. ამის შემდეგ მოხდა აფხაზეთში შეჭრა, მაგრამ აფხაზეთში შეჭრა ამათ ეგონათ რომ ეს იქნებოდა ლოკალური ომი და ამას დიდი ნგრევა და ასე ვთქვათ ხანგრძლივი არ იქნებოდა ეს პროცესი. ეს მათმა ვერ გათვალეს, შეიძლება იქ თავიანთ რჩეველებში ყავდათ ექსპერტები, რომლებიც ამ შეცდომისკენ უბიძგებდნენ ამ ქვეყნის დამაქცევრებს. ამას სჭირდება ყურადღების მიქცევა და ვინც ამ პრობლემაზე მუშაობს და ზოგადად მუშაობს, შეგვიძლია ჩვენ გავერთიანდეთ და ერთობლივი ნაზრებით, ერთობლივი რაც გვიწერია ამაზე და გვიფიქრია, იქნება უფრო უკეთეს შედეგს მივახციოთ. მოხდა ის რომ ჩვენ აფხაზეთში შევიჭერით და აფხაზეთი როგორც დამთავრდა კი მაგრამ არ იცოდა შევარდნაძემ რომ აფხაზეთში რო შეიჭრებოდა რუსეთი რომ ის ხარეს დადგებოდა რა თქმა უნდა იცოდა მაგრამ ეს რუსეთთანაც შეთანხმებული იყო რუსეთი ჯერ თვითონ არ არის ორიენტირებული მსოფლიო ასე ვთქვათ მოქცევებში რა გზას დაადგება თვითონ არ არის, იმიტომ რომ მაშინ ხო იცოდა რაც ასაკეთებდა. მაშინ ვინ ხელმძღვანელობდა მაშინ რუსეთს? მაშინ ხელმძღვანელი რუსეთის პრეზიდენტი იყო ელცინი. კაცი რომელიც ხელმძღვანელობდა რეიგანი. ელცინს ხელმძღვანელობდა ამერიკის შეერთებული შტატები. კი ბატონო, აი ეს უნდა გავითვალისწინოთ. კაცი რომელიც თავისი ესე ყველა გზა მიდის ამერიკისკენ, იმ დროის ამერიკისკენ. თავისთავად ცხადია. მე ერთი ამ ბოლო დროს ყველაფერს ებრძვიან ესენი, თუ კი რაიმე ამერიკას ეხება, ყველანაირი ინფორმაციები მოისმოს, მაგრამ კერძო მფლობელობაში არის თურმე ვიდეო კლიპები, ვიდეო ჩანაწერები, რომლებიც ამას ასაჯაროებს და ამას სრულად შემთხვევით შევხვდით YouTube-ზე სამწუხაროდ მე ვეძებდა და ისე ვერ ვიპოვეს სიგუასთან არიან მისული მოლაპარაკებაზე
რა ქვია, უკვე დამხობილია საქართველო და რაღაც გარკვეული ჯგუფი. და ისინი დაამხობნენო, სიგუაეუბნება, აბა რა იქნებოდაო, ზვიად გამსახურდიასო. ჩვენო რამდენი ხანია ჯერ კიდევ მაშინ გულისხმობს თავის პრემიერ-მინისტრობას ეროვნულ ხელისუფლებაში. მაშინაც ამერიკის შეერთებული შტატები გვეძალებოდაო, გინდა თუ არა გადაგვედგა ნაბიჯი პრივატიზაცია დაგვეწყოდა ყველაფერი გაგვესვისებინაო. ეს უკვე პირდაპირი ნიშანია იმისა, რომ ის ხელში ჩასაგდებათ, მთელი ქართული რესურსების ხელში ჩაგდების მიზნით იყო ეს ყველა. რა თქმა უნდა, ოღონდ ეს რესურსები ხელში არ ჩაუვარდებოდა არავის თუ კი საქართველოში წარმოება არ მოისმობოდა. იმიტომ რომ ამ რესურსებს თვითონ იყენებდა თავის რესურსებს საქართველო. ამიტომ დაიწყო საქართველოს გამოცხადება როგორც მესამე კატეგორიის ქვეყნის, ანუ განვითარებადი ქვეყანა საქართველოში, რომელიც მოკლედ კოსმოსურ კვლევებში და სადარ მონაწილეობდა ქართველი მეცნიერები, საქართველოს მეცნიერებათა აკადემია და ჩვენი მეცნიერები, რომელი სფერო მსოფლიოში შეიძლება ავიღოთ ჩვენ და იქ გვყავდა ისეთი პიროვნება, რომელიც იყო აი ასეთი ქვეყანა დაგვიყენეს ამის გზას და შემდგომ შემოაგდეს საქართველოში ტურიზმი. ამაზედაც მინდა ყურადღება გავამახვილო. თუ ტურიზმზეა ლაპარაკი, მაშინ მთლიანად ტურიზმის ობიექტია განმუხურიდან დაწყებული ენგურის მარჯვენა ნაპირიდან დაწყებული ფსოუნდე მთელი საქართველოს ტერიტორია, აფხაზეთის ტერიტორია ამ შემთხვევაში. 90 კილომეტრი დარჩა საქართველოს შავი ზღვისპირეთი, ამ 90 კილომეტრიდან 30 კილომეტრია მხოლოდ და მხოლოდ ტურიზმისთვის და დასასვენებლად რეკრეაციისთვის ვარგისი. დანარჩენი ეს შეიძლება გამოვიყენოთ ტექნიკური დანიშნულებისათვის. მე ამიტომ შეძრული ვარ იმითი, რაც დღეს ანაკლიაში ხდება. ანაკლიაში 4 კილომეტრი უნდა დაიჭიროს იმ პროექტმა, რომელიც თითქოს აღადგინეს ეხლა და დაიწყეს მშენებლობა. ეს არ არის ის რასაც უწოდებდით ჩვენ 10 წლის წინ, როდესაც ტენდერი მიმდინარეობდა ჯერ კიდევ ანაკლიაში უნდა აშენდეს სამრეწველო და სავაჭრო პორტი. ეს არის მშრალი ტვირთების ტერმინალი. როგორც შემდგომში გაიშიფრა ხაზარაძემ სწორედ იმდროინდელი საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, რომელიც მართული იყო, რა ქვია, ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ეს იყო კვირიკაშვილი და ქუმსიშვილი, მათი ხელდებით მოიგო ხაზარაძემ ეს პროექტი და იქ არ შენდებოდა სამრეწველო და სავაჭრო პორტი, არამედ შენდებოდა ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო საზღვაო ბაზა. ანუ მშრალი ტვირთის ტერმინალი. რუსეთი დაუშვებდა მერე. რა თქმა უნდა არ დაუშვებდა და ღმერთმა გადაგვარჩინა, რომ 2016 წელს კლინტონის ქალმა არ გაიმარჯვა ამერიკის პრეზიდენტის არჩევნებში, თორემ იქ მართლა აშენდებოდა ის, რა ქვია, დაიწყებდნენ ამ ბაზის მშენებლობას. რა თქმა უნდა, ამას ჩვენ რუსეთი არ გვაპატიებდა და 2 დღეში ცხენის წყლის მარცხენა ნაპირას გადაასახლებდა მთელი სამეგრელოს ტერიტორიას, მოსახლეობას. თუ ეს ასე იგივე პროექტი გაგრძელდა, ჩვენ ეს უბედურება ჯერ კიდევ წინა გვაქვს, მაგრამ მე მგონია მაინც მოიგება გონს ვიღაცა და ამ პროექტიდან ესენი გადაუხვევენ. რას წარმოადგენს ანაკლის პორტი აფხაზეთთან ურთიერთობაში? ხალხო არ ჭირდება არაფრის გამოგონება, არ ჭირდება, როგორც იტყვიან, ახალი ველოსიპედი, ეს ველოსიპედის 1000-ნაირი სახეობა არსებობს უკვე განსაკუთრებით აფხაზეთთან მიმართებაში. ერთადერთი გასაღები ეს გახლავთ ანაკლიაში ღმაცლოვანი პორტი მშენებლობა, ხას ვუსვამ. არა მშრალი ტვირთების ტერმინალი, როგორც ეხლა შენდება იქ, არამედ პორტი, რომელიც აერთიანებს განმარტებას ვამბობ პორტისას ტვირთების მრავალ სახეობების ტერმინალებს, ეს გახლავთ პორტი, მაგრამ როდესაც ერთი სახეობის ტვირთია მარტო, ის არის ტერმინალი, ასე ვთქვათ. ეს არის აფხაზეთის გასაღები, ეს არის საქართველოს ერთიანობის გასაღები, ეს არის საქართველოს ხსნა ეკონომიკური კოლაფსიდან, რომელსაც ჩვენ ვერ გადაურჩებით თუ საქართველო როგორც მეწარმე ისე არ დამკვიდრდა მსოფლიოს დარგში. თუნდაც მსოფლიოს მეურნეობის დარგში. ჩაიზე რატო ამახვილებდი ყურადღებას? იმიტომ ამახვილებდი ყურადღებას, რომ ეს არის სოფლის მეურნეობაში, მსოფლიოში ერთადერთი მიმართულება, სადაც არსებობს დეფიციტი ამ საქონლის. საქართველოში ჩაის ამოძირკვის შემდეგ
თურქეთმა 100,000 ჰექტარზე გააშენა ახალი ჩაის პლანტაციები. თუ მაგის მყიდველი არ არსებობს მაშინ და თურქული ჩაი არ არის ქართული ჩაის დონის. არც ჩაი, არც მანდარინი, არც მანდარინი და არც თხილი სხვათა შორის. თხილი, ეს ყველაფერი ქართული არის. რაც შეეხება ტურიზმს, ორი სიტყვით უნდა ვთქვა. ეს აფხაზსაცა და აფხაზსაც აინტერესებს ეს ყველაზე მეტად ეს ტურიზმი, იმიტომ რომ მთლიანად ტურისტული სფერო არის აფხაზეთი. არც ერთ ქვეყანაში ეროვნული შემოსავლის ძირითად წყაროს ტურიზმი არ წარმოადგენს. 5-6%. მთლიანი შიდა პროდუქტი. მთლიანი შიდა პროდუქტი. მსოფლიო სტანდარტი. ეს არის მსოფლიო, თქვათ 20% იყოს, 20%-ზე შენი ეროვნული შეიძლება გამონაკლისი იყოს, მაგრამ საშუალოც ვამბობ. შენი ეროვნული პროდუქტი თუ მარტო 20%-ია და ერთი ძირითადის, მაშინ შენ არაფრის მეწარმე არ ხარ. ტურიზმი ეს არის სამშვენისი აღმათ აშენებული ქვეყნებისა. ასეთი ქვეყნებია ესპანეთი, ასეთი ქვეყნებია საფრანგეთი, იტალია, ეგვიპტე, საბერძნეთი. მე ესენი ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დაშლამ ბერლინის კენჭის ქონდა მოვლილი და ტურიზმში მუშაობდი 1978 წლიდან მოყოლებული 1991 წლის ჩათვლით. ვიღავი პროფესიონალი გიდი თარჯიმანი გერმანული ენის. ესეთი ამიტომ სხვა ამას მე ვერ მასწავლის. როგორც ჩაის მეწარმე საქართველოს მსოფლიო რუკიდან გაქრა. დღეს დარჩა თვითმფრინავის მშენებლობა. 2010 წელს თვითმფრინავის მშენებლობის განადგურებას სცადა მიშა შეურაცხადმა, სააკაშვილმა. როდესაც საავიაციო ქარხნის დირექტორი თავის კაბინეტში აიყვანეს ცოტა ცივილიზებული ფორმით აიყვანეს პატიმრობაში 3 დღე ყავდა თვის ახალაიევს და სააკაშვილს ტყეობაში და 3 დღის შემდეგ გამოაცხადებინეს რომ ის ჩუქნის, რა ქვია, საქართველოს მთავრობას საავიაციო ქარხანას. რა თქმა უნდა ეს ასე არ გახდათ, ეს იყო ერთადერთი მართლა ნახტ ფულზე პრივატიზებული ქვეყანა, რომელიც მაშინ შემოინახა, რა ქვია, ბატონმა ვაჟა-თორდიამ. და დღეს გავქრებით ჩვენ თვითმფრინავის მეწარმეთა როგორც თვითმფრინავის მეწარმე ქვეყანა მსოფლიო რუკიდან თუ კი ამასაც ხელი არ შეეწყობა. მე ბატონო დავით, ახლა ჩვენ დრო მოგვეწურა უკვე და მე მაინტერესებს აი თქვენი აზრით სად არის აფხაზეთისკენ მიმავალი გზის გასაღები? სადღაც ჩაკეტილია და სად არის? პირდაპირ რამდენიმე წინადადებით. ეს გასაღები არც ბრიუსელშია, არც მიუნხენშია, არც ბერლინშია, არც პარიზშია, არც ვაშინგტონშია და არც ვენაში არის. ეს გასაღები არის თბილისსა და სოხუმში. მე როგორ შეიძლება მე ვიღაცამ დამარწმუნოს იმაში, რომ როდესაც ბრიუსელში ვიღაც ევროპარლამენტარებთან ერთად ხვდები, კაც არასოდეს არ არის ნამდვილ საქართველოში. წარმოდგენა არა აქვს, ვინ არის აფხაზი და ვინ არის ქართველი, რა უნდა გირჩიოს ასეთმა ევროპარლამენტარმა შენ და რა უნდა გაუგონ ერთმანეთს აფხაზმა და ქართველმა, როდესაც ესენი იქ ადგილზე ერთმანეთს ელაპარაკებიან ინგლისურ ენაზე. ეს პირიქით აღვივებს აფხაზეთში შიშს და რა ქვია და უნდობლობას იმის მიმართ რომ ამიტომ საჭიროა აუცილებლად შეხვედრა აფხაზების და ქართველების სოხუმსა და თბილისში ეს უნდა დამკვიდრდეს ეს გზა. ვფიქრობ რომ უახლოეს პერიოდში მე მომიწევს პირადად სოხუმში ჩასვლა. მე არ ვიქნები იქ ტურისტი, მე ვიქნები როგორც ერთ-ერთი იმათაგანი, რომელსაც ერთნაირად ტკივა ქართული მხარეც და აფხაზური მხარეც და მექნება საშუალება იმისი, რომ ადგილზე გავეცნო იმას თუ რას ფიქრობენ ისინი ამ ურთიერთობასთან დაკავშირებით. ძალიან საინტერესოა. და მე კიდევ ერთხელ ვამბობ, დელეგაციის არც ერთი წევრი არ უნდა იყოს ამ შეხვედრაში ქართული მხრიდან, რომელიც აფხაზეთში არ არის დაბადებული. ან სამეგრელოში არ არის დაბადებული და რატო უსვამ მე არც ერთ კუთხეს შეურაცხყოფას არ ვაყენებ ღმერთმა ის დღე არ გამითენოს მე უბრალოდ ვამბობ მაგ ნათქვამი და კიდევ ერთხელ ვიმეორებ აფხაზეთის საბოლოოდ სამეგრელოს საგლოვი დარჩა რადგანაც ერთი შეკივლებაც კი გინდა ენგურის მარჯვენა მხარეს გინდა მარცხენა მხარეს ორივეს ოჯახებში იწვევს გაოცებას და შიშს ვინმე ხო არ გარდაიცვალაო ვინმე მითხრას ასეთი ურთიერთობა, ასეთი შეგრძნება საქართველოს რომელიმე სხვა კუთხეში არსებობს.
ასეთი იყო ალბათ კახეთისთვის, როდესაც ჰერეთი დაგარგა მაშინ, როდესაც სამეგრელოში გაიგეს თურმე ჰერეთი დავგარგეთო, უი რა ცუდი ამბავი მომხდარაო და ამითი დამთავრდა ეს გლოვა აქ, მაგრამ კახეთში ეს გლოვა საუკუნეების განმავლობაში არსებობდა. ასეთივე არის სამეგრელოს და აფხაზეთის ურთიერთობა. აქ უნდა დაიწყოს, ჯერ უნდა დაიწყოს სამეგრელოსა და აფხაზეთს შორის ურთიერთობის დალაგება, რომელიც უნდა გადაიზარდოს შემდეგ სოხუმსა და თბილისს შორის, თბილისსა და სოხუმს შორის. აი ამითი ეშველება ამ პრობლემას. დიდი მადლობა ბატონო დავით, ძვირფასო ტელემოყრებებო, ძალიან საინტერესო საუბარი გქონდა ბატონ დავითთან. მართლაც ძალიან ბევრი პრობლემები არსებობდა. პრობლემის არსებობის წარმოჩინება რითთვის სჭირდება დღეს. ხო შეიძლება ვიღაცა მობივატელმა გითხრათ, რომ რა გინდათ ახლა იმ წარსულში რომ ვიქეკებითო. იმიტომ გინდა რომ წარსულიდან ჩვენ უნდა გამოვიტანოთ დასკვნები. და სწორი დასკვნები უნდა გამოვიტანოთ და რა ძანა ბატონმა დავითმა, სწორედ მე როგორც აფხაზეთელი კაცი და მე ჩემ თავს აფხაზათელი. ვიდრე მე აფხაზეთში ვარ დაბადებული და გაზრდილი. და აფხაზეთს წარმოადგენენ დღესაც. და თქვენ წარმოიდგინეთ რომ მე აფხაზეთის გარეშე და მე მინდა რამენაირად ჩემ სიცოცხლეში მოვხდეს ის, რომ აფხაზი და ქართველი ერთად დასწრენ, ერთად იტირონ, ერთად თარჩია, ერთად ითამაშონ ქორწილებში. აი ეს მინდა, ჩვენ ეს გვინდა და ამის იგზა ნამდვილად არსებობს. უბრალოდ ნდობა გვინდა ერთმანეთთან და როგორც ბატონმა დავითმა თქვა, ბრძანა დიახ, ჩვენ ერთად უნდა დავსხდეთ და ქართველები და აფხაზები. სხვადასხვა შიგადაში გამოჟონავთ ხოლმე ინფორმაციები ამასთან დაკავშირებით, რომ თითქოს რუსეთის მზად არის ამისთვის, რომ ითამაშოს შუამავლის როლი და ქართველები და აფხაზი დაждდეს და ერთად ისაუბრონ. აი და ზუსტად ეს მეც უნდა გამოვიყენოთ ჩვენ სასარგებლოდ უნდა გამოვიყენოთ და მე ჩვენ რა ფორმით იქნება ეს მოწყობა, ეს სახელმწიფოებრივი მოწყობა საქართველოსი და მე საქართველოში რა ფორმით შემოვა აფხაზეთი, ეს არის უბრალოდ ტექნიკის საქმე, რომელიც მთავარია, რომ ხალხ და ადამიანებს შორის იყოს ურთიერთობა სწორად ჩამოყალიბებული და გააზრებული გქონდეთ, რომ ჩვენ ერთმანეთისთვის მტრები კი არა ვართ, ერთმანეთის ნათესავები, სისხლის მიერ ნათესავები და ერთი ისტორიიდან მოვდივართ. ეს არის ყველაზე მთავარი. დიდი მადლობა ბატონო დავით, ასეთი საინტერესო და ღრმა საუბრისათვის და მე დარწმუნებული ვარ, რომ მართლაც მოდადგება ის დრო, როცა ქართული და აფხაზი და ალბათ უახლეს მომავალში დადგება ის დრო, ქართული და აფხაზი ერთად დავსხდებით, ერთად დავიდებით და ერთად მოვეფერებით და ერთად ვიტირებთ იმ წარსულზე და მომავალზე ერთად ვისაუბრებთ. დიდი მადლობა, კარგად ბრძანდებოდეთ. დიდი მადლობა, გაიხარეთ. ნახვამდის ძვირფასო ტელემოყრებებო.